80-იანი წლების დასაწყისში ვიძიებდი ყაჩაღობის საქმეს, რომელიც მოხდა ყაზბეგის რაიონის სოფელ ხურძიში. ორი ცოლ-ქმარი ზალადობით დააყაჩაღეს, აწამეს, ფაქტიურად გატარებული ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები, დადგინდა ეს დამნაშავე პირები, ახლა სახელები ზუსტად შეიძლება ზოგიერთის გამოვიწყდა, მაგრამ იყვნენ მოჭიდავეები. ყაჩაღობაში ემხილებოდა გოგი ჩოჩოშვილი, ხარაძე, ესე მოჭიდავე დოლიძე, ჩადუნელი და იური ვაზაგაშვილი. ფაქტიურად 4 პირი აყვანილი იქნა პატიმრობაში, ყაჩაღობის ჩადენიდან 6-7 თვის შემდეგ. ორი გამოძიებელნი მუშაობდით ამ საქმეზე, პირადად ბევრ ოჯახში მე ჩავატარე ჩხრეკები, მახსოვს რომ ჩხრეკა ჩავატარე უშუალოდ ჩოჩოშვილის ოჯახში თბილისში. ასევე დავადგინეთ ვაზაგაშვილის ნაქირავი ბინა გროზნოს ქუჩაზე, აქ ჩავატარეთ. მახსოვს რომ რაღაცები ამოვიღეთ, მათ შორის დაბადების მოწმობას კიდევ წამოვიღე მესი ცოლის გვარი, როგორც მახსოვს, შანავა. ოჯახიდან გატაცებული იქნა 100,000-ზე მეტი ღირებულების 3%-იანი ობლიგაციები, 35-40,000 მანეთი რუსული რუბლი და დიდი რაოდენობით ოქროს ნივთები. ეს საქმე წარიმართა სასამართლოში, გაასამართლა დუშეთის რაიონის სასამართლოს თავმჯდომარე გათენაშვილმა. საქმე ალბათ ახლა იქნება არქივში, დეტალურად შეგიძლიათ მოიძიოთ ეს საქმე სასამართლოების არქივში, ლილოსთან არის ახლოს. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს, იგი მიიმაღლა და გამოყოფილი იქნა როგორც მახსოვს. გამოყოფილი იქნა მესი საქმე. ასე რომ გამოძიების პერიოდში ფაქტიურად დამნაშავე ჯგუფმა ერთმანეთს წამხილა და ესენი ნიღბებით იყვნენ, თვითონ ამ წვარმა და დაზიანებულმა მოხუცმა ცოლ-ქმარმა მიგვანიშნა ზოგიერთ დეტალზე, რა შეამჩნიეს, მეტად მასკებით იყვნენ ისინი. ეს არის მოკლე, ახლა აღარ მახსოვს, გავიდა 30 წელი და მეტი. ამ ყაჩაღობის შემდეგ 5-ვე დამნაშავე მოიყვანეს ცოლები, ეს თანხები გადაანაწილეს, ერთმანეთს ძიების დროს იკვეთებოდა, რომ ერთმანეთს თანხაც კიდე მოუტეხეს. და მათ შორის არა საქმის მიმცემს მოუტეხეს ფული. ჩოჩოშვილი გოგის ის რაოდენობა არ მისცეს, ამ 4-მა უფრო მეტი გადაინაწილა ერთმანეთში. ვინაიდან ამ სოფლიდან რუსეთის საზღვრამდე იყო 15 კილომეტრი, მაქსიმუმ 16 კილომეტრი, 15-20 წუთში უკვე დატოვეს საქართველოს ტერიტორია და მე ძიების პროცესში დადგინდა, რომ ისინი შეიძლება სოჩა და სოხუმის მხრიდან მოვიდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პირველი განყოფილება, ყაზბეგის ოპერატიულ-საგამომძიებლო ჯგუფი და სხვადასხვა განყოფილების თანამშრომლები გვეხმარებოდნენ, რომ ეს იყო აყვანილი კონტროლზე. ამ დაკაჩაღებულების ახლობელი იყო სოციალისტური შრომის გმირი და უზენაეს საბჭოს დეპუტატი და მინის კონტროლზე ჰქონდა აყვანილი და სისტემატურად ყოველ 5 დღეში, ესე იგი, ოპერატიულად იხილებოდა ძიების მიმდინარეობა. ტატუნაშვილს არავითარი კავშირი არ ჰქონდა, ის მრავალჯერ დასამართლები იჯდა ციხეში და მისი საშუალებით გამოზჟონა, რომ იგი ერთ-ერთი ყაჩაღის სახლობელი იყო. და ამის საშუალებით არის საშუალებით დადგინდა ის პირთა ჯგუფი. ჩვენ რო ავიყვანეთ დოლიძე და ის, არა ერთმანეთის მხილებები მაშინ წავიდა.
აი მაშინ გამოჩნდა ჩადუნელი, მაშინ გამოჩნდა ვაზაგაშვილი, მაშინ გამოჩნდა ის წრე, ვინც უშუალოდ ჩაიდინა ყაჩაღობა. ერთადერთი ხარაძე არ იყო დამგეგმა ვერ იყო ყაზბეგში. მან დაგეგმა რანაირად უნდა გაეკეთებინა და ეს 4 იყო. ხარაძემ შედარებით ნაკლები მიიღო მაშინდელი მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დანარჩენი ალბათ 10-12 წლიანი სასჯელები მიიღეს. იმხილებოდა მანქანა იყო ჟიგულის ტიპის მოყვითალო ფერის ეს შემთხვევის ადგილიდან გააჩერეს დაახლოებით 2-3 კილომეტრში, რო არ შეემჩნია, ფეხით გავიდნენ. ეს სოფელი, სადაც ეს ყაჩაღობა მოხდა, სოფელი ყანობი და ხურთისი არიან ერთმანეთთან 9 კილომეტრის ფარგლებში. როგორც კი ეს ყაჩაღობა ჩაიდინეს, დაჯდნენ ამანქანაში და ამანქანითვე წავიდნენ. ძალადობა იყო და მოხუცები იყვნენ, ესე იგი, ფაქტიურად 70-80 წელს მიღწეულები იყვნენ. ფაქტიურად ჩვენ ვიცოდით 100.000 3%-იანი ობლიგაციების ნომრები სულ დეტალებში, იმიტომ რომ ერთ-ერთი სახლობელს ჰქონდა ეს ნომრები და როცა გათამაშება ხდებოდა, ის ატყობინებდა, რომ ამ ადამიანმა ნომერმა მოიგო და არ იყო თვე, რომ 1500 და 2000 არ მოიგო ამ რაოდენობას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, როგორც მახსოვს, ჩემს მიერ იქნა მოღებული ანაბეჭდები, რომელიც დაქტილოსკოპისთვის ვარგისი აღმოჩნდა. ერთ-ერთ ოთახის დათვალიერების დროს ეს არის სარდაფი, სადაც ყველი, პური და კომპოტები ინახება და ფქვილი იყო კასრში და აი ჯოხით რაღაც სიმაგრეს წავაწყდნენ. შემთხვევით ამოვიღე და კიდე ამოჩნდა 30-32.000 ფული, რომელიც თვითონაც არ ახსოვდა მოხუცებს რო ქონდა შენახული და ვერც ყაჩაღებმა წაიღეს ეს. საერთოდ ყაზბეგის რაიონში ჩემი პრაქტიკის მანძილზე ყაჩაღობა მეორე შემთხვევა იყო, მაგრამ ესეთი ჯგუფური და კვალიფიციური არა. და ეს რეზონანსული საქმე იყო. სოციალისტური შრომის გმირის ბიძა დააყაჩაღეს, ის ეგას პირველ მდივანთან დეპუტატი იყო და სამღვანი ფიგურა იყო მაუტკომში, ეს ვერა ქემაშვილის ცნობილი პიროვნება. იცოდე ყველაფერი ექსკლუზიურად. ზონა